ლევან მაჭავარიანი გვერდთვება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ, ელისაშვილის ქმედება მინდა შევაფასოთ. რასთან გვაქვს საქმე? ადვოკატი დღეს დილით საუბრობდა გაუგებარ პროვოკაციებზე, თუმცა ამის შემდეგ დღის ბოლოს, როცა თავად ელისაშვილმა აღიარა თავისი ქმედება, მას მოუწია საკუთარი სიტყვების უკან წაღება. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა დავალება ან ვინმეს რაიმე სახის დირექტივა შეასრულა თუ არა ელისაშვილმა? მოგესალმებით ნატა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. ზოგადად პარტია ლელოსთან დაკავშირებით პატარა შესავალი მინდა გავაკეთო. 4 გამოკვეთილი ლიდერია ამ პარტიაში: ბატონი ხაზარაძე, ბატონი ჯაფარიძე, ბატონი კუპრაძე და ბატონი ელისაშვილი, ხო? ბატონი ჯაფარიძე და ბატონი ხაზარაძე მჟავრდებულები არიან თაღლითობაზე, ხო? 17 მილიონი ლარი გააქრეს TBC ბანკიდან და TBC ბანკს 3 მილიონის ჯარიმის გადახდა მოუწია და ისიც კარგად გვახსოვს, რომ ორ საერთაშორისო საარბიტრაჟოში უჩივლეს საქართველოს თითქოს ანაკლიის პორტის აშენებაში ხელი შეუშალეთ, ორივე წააგეს. აქეთ მოუწიათ ბიუჯეტის სასარგებლო ძალიან მსხვილი თანხების გადახდა და იმგვარად ჰქონდათ ნაჩივლები, რომ მოეგოთ $1.5 მილიარდი მიქონდათ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან. ბატონ კუპრაძეს რაც შეეხება, მერობის კანდიდატი გახლდათ და პირდაპირ საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი რომ მერი გამხდარიყო, ყოველ საღამოს ჩვენ სანქცირებული აქციები უნდა გვეხილა თბილისში და პარალიზებას აპირებდა იგი ქალაქის, ვინაიდან გაიფიცებაო აბსოლუტურად ყველა მუნიციპალური სამსახურიო. და მეოთხე ლიდერი ბატონი ელისაშვილი, რომელიც ისიც უნდა გვავიწყდება, რომ ბატონ ხაზარაძეს რა ბრალდებებს უყენებდა პირდაპირ ეთერში, რომელიც ფაქტობრივად დადასტურდა კიდევაც საგამოძიებო კომისიაზე მრავალი ბიზნესმენის მხრიდან, რომ ბატონი ხაზარაძე იყო იმითი დაკავებული, რომ ციხეებში კრედიტებს უხსნიდა პატიმრებს, ვის წინააღმდეგაც სისტემა და რეჟიმი ნაციონალური მოძრაობის რეკეტით, ასე ვთქვათ, არეკეტებდა პირდაპირ მნიშვნელობით. და ბატონი ელისაშვილი დღეს ვიხილეთ. მე არ ვიცი ხა სამართალდამცავები რა კვალიფიკაციას მიცემენ და რა მუხლით წარედგინება მას ბრალდება, მაგრამ ხო პოლიტიკური შეფასება შემიძლია გავაკეთო, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, ხო? და რატო გავაკეთე ეს შესავალი, ხო? ხა ლიდერებზე ვისაუბრე ამ პარტიის და ხა საზოგადოებამ თავად განსაჯოს თუ რა პარტიაზე არის საუბარი. და მე კიდე უკვირთ თურმე რატო შეგვაქვს ჩვენ მათ აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელი, ახლა მათ რო თავმოყარეობა გქონდეთ ამ ყველაფრის ფონზე, რაც მე ჩამოვთვალე, თავად აიგზავნოდნენ საკუთარ თავს. ახლა ბატონი ელისაშვილის ქმედება, ძალიან რთული არის. რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დაველოდოთ, ამ ყველაფრის შეფასება ძალიან რთულია, თუმცა იგი ჩვეულებრივი აგენტია, როგორც რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა, 100% ფაქტობრივად შეგვიძლია ესე ვთქვათ, იღებენ დავალებებს უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, ის ახალისება რაც არის ნევრობიუროკრატების მხრიდან, ბატონი ჰერჩინსკის მხრიდან, ბატონი ფიშერის მხრიდან, ამ რადიკალიზმის ესეც ხელშემწყობი ფაქტორია ამ ყველაფრისთვის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც უფრო კონკრეტული დავალება იყო აგენტზე გაცემული და აგენტი, მე დღეს ამაზე კომენტარი გავაკეთე, 3 სხვადასხვა კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. ახლა მე სიღრმეებში რო არ შევიდეთ, თორე კიდე შეიძლება იქ დაყოფო, ხო? მსხვილი 3 კატეგორია არის. ერთი არის სასარგებლო იდიოტი, ერთი არის ფულზე გაყიდული და ერთი არის კომპრომატი, ვის წინააღმდეგადაც გააჩნია და ამ კომპრომატების მეშვეობით ადგმევინებენ ნებისმიერ ნაბიჯს. ხო, მე ბატონი ელისაშვილი არ ამგონია, რომ სასარგებლო იდიოტი იყოს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ან ფულის ანაცვლოდ აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, ან მის წინააღმდეგ არსებობს ესეთი ტიპის კომპრომატები, რომლის გასაჯეროებაც მას იმდენად არ აწყობდა, რომ ესეთი ნაბიჯიც კი გადადგა. დანარჩენი, რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დაველოდოთ და როგორც მივეჩვიეთ უკვე იგივე პროკურატურა იქნება ეს თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისინი ჩვენ გვანებიურებენ ბრიფინგებით და მყისიერი ინფორმაციის, ასე ვთქვათ, გამჟღავნებით საზოგადოებისთვის და შესაბამისად დაველოდოთ უკვე შემდგომ ინფორმაციას კონკრეტულად საგამოძიებო უწყებებით. რა შეიძლება ყოფილიყო ამ ქმედების მაპროვოცირებელი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორ ფიქრობთ?
მე შესავალ ნაწილში რაც თქვი, რა თქმა უნდა, ის წახალისება, რომელიც ევრობიუროკრატების მხრიდან ხდება, ის წახალისება, რომელიც ბატონი ჰერჩინსკის მხრიდან, ბატონი ფიშერის მხრიდან ხდება, როდესაც ისინი ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით ერთ ხმას არიღებენ და პირიქით ახალისებენ ესეთი ტიპის დემონსტრანტებს, ასე ვთქვათ, უწოდებენ საქართველოს მომავალს, რადიკალებს, მათთან ერთად ფოტოებს იღებენ და შემდეგ დიდი ამბით მე ამ ფოტოებს დებენ თავიანთ Facebook გვერდზე და ასე შემდეგ და ამბობენ რომ ესეთი ხალხი არის საქართველოს მომავალი. ერთი ხმა ვერ დავაცდევინეთ იმასთან დაკავშირებით რომ 4 ოქტომბრის პირდაპირ ეთერში ყველანი უყურებდით 4 ოქტომბრის სახელმწიფო დამხობის მცდელობა რომ არის მიუღებელი ამასთან დაკავშირებით აი ამ ჩამოთვლილ აქტორებს ერთი ხმა ვერ დავაცდევინეთ და პასუხისგებლები ისინიც არიან გარკვეულწილად ვინაიდან ყველას კარგად გვახსოვს რომ მათი ოფიციალური პირი ძალიან მაღალი თანამდებობის პირზე მაქვს საუბარი პრესპიკერი თვითონ ევროკომისიის პირდაპირ სოლიდარობას უცხადებდა დამხობის სცენარს, ხო? და შესაბამისად როგორ ფიქრობთ, ეხლა აიღებენ პასუხისმგებლობას ამ უცნაურ ქმედებაზე ელისაშვილისას გულისხმობ, აი მოქმედი ევრობიუროკრატია. რა თქმა უნდა, მისი ალბათობაც კი არ არსებობს და ისინი მათგან კვლავ მოსალოდნელი არის რაღაცა ბუნდოვანი ფრაზები, მაღალფარდოვანი რაღაცა პოლიტიკური ლექსიკა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობას არავინ არ აიღებს, მაგრამ ძალიან საინტერესოა კონკრეტულად ვისგან მოდიოდა ეს დავალება და რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს ყველაფერი ტრიალებდეს ზუსტად იმ წრეში, რა წრესთან დაკავშირებითაც მე ახლა ვისაუბრე. გასაგებია. როგორ ფიქრობთ, რატომ დამალეს მაგალითად მანიფესტის ტექსტი გუშინდელ აქციაზე? წინ სწრებ გავრცელებულ ტექსტზე, რომელიც აქციაზე უნდა წაიკითხათ, ამ დრომდე დუმან რადიკალები. გუშინ აქციაზე ორგანიზატორთა ნაწილს წამოწდა, რომ ეს ტექსტი ნამდვილად არსებობდა. რისი მიღწევა სურთ, როგორ ფიქრობთ, ევრობიუროკრატებს? აი რას ემსახურება, თუნდაც ეს აქციები, ზოგადად შეცვალა თუ არა ამ ხნის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ ველზე რაიმე, თუნდაც ამ აქციებმა? რა თქმა უნდა, აქციებს არაფერი არ შეუცვლია, რა თქმა უნდა, ეს მანიფესტი არსებობდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა ამ ინფორმაციის გაჟონვა, დაახლოებით 2 კვირის წინ თქვენ გახსოვთ, რომ ანალოგიური დაემართათ, როდესაც ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს, სადაც მძიმე წერტილის შეცვლის უფლებაც კი არ მიცა ბრიუსელმა და არ უნდათ აღმოჩენილიყვნენ ანალოგიურ უხერხულ მდგომარეობაში, მაქედან გამომდინარე გადაიფიქრეს ამ მანიფესტის საკითხვა, სადაც ტექსტში ეწერა ის რომ თითქოს deep state-ი ბატონი დონალდ ტრამპის და ქართული ოცნების გამოგონილი ცნებაც არ არის, ანუ ეს თურმე დაგვიწერეს ჩვენ და ბატონ დონალდ ტრამპს მოსკოვში, ანუ ის არ იკმარეს რომ წლების განმავლობაში ეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ ბატონ ტრამპს და რუსეთის აგენტს უწოდებდნენ, შევახსენებთ ჩვენ საზოგადოებას და აპირებენ რომ იგივე დღის წესრიგით გააგრძელონ. ეხლა კონკრეტულად ევრობიუროკრატებზე რაც შემიძლია ვთქვა, ისინი ტესტავენ სიტუაციას საქართველოში, მათთვის 13 სექტემბერი იყო ერთგვარი ტესტი, 4 ოქტომბერი იყო ერთგვარი ტესტი, 28 ნოემბერი იყო ერთგვარი ტესტი და ამითი ისინი, ასე ვთქვათ, ზომავენ თუ რამდენად შეუძლიათ მათ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას და მდიდარ NGO სექტორს ჩვენი მოქალაქეების აყოლიება, მაგრამ ნუ ყოველ ჯერზე რწმუნდებიან, რომ ბოლომდე გამარგინალებულები არიან მათი აგენტები საქართველოში და ეს არის ტესი იგივე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, როგორც კანდიდატის სტატუსი ჩვენ მეორე, ასე ვთქვათ, ცდელობაზე რომ ავიღეთ, რატომ ავიღეთ? იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დარწმუნდნენ ეს გალეზალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ხელისუფლების ცვლილებით და აგენტების მოყვანით ხელისუფლებაში, ვერ დარწმუნდნენ, რომ არ მოცემით ქვეყანაში მოხდებოდა რევოლუცია. ზუსტად ანალოგიურს ვადევნებთ ახლა თვალს. თუ ისინი დარწმუნდებიან, რომ ვიზის შეჩერებით ქვეყანაზე მაქვს მე საუბარი და ჩვენს მოქალაქეებზე მთლიანად ქართველების დასჯით აქ მოხდება რევოლუცია და რაღაცა 90-იანი წლების გამეორება, მაშინ ისინი რა თქმა უნდა შეაჩერებენ ვიზას, თუ ისინი ვერ დარწმუნდებიან, ამ შემთხვევაში იქნება კონკრეტულ ჯგუფებზე ეს შეჩერება და ძალიან დაბალი არის იმისი ალბათობა, რომ თელ ქვეყანას გაუჩერონ, იქიდან გამომდინარე, რომ აი ამდენი გატესტვის მიუხედავად მათ დაინახეს, რომ რადიკალებს, მათ აგენტურას და მდიდარ NGO-ებს ფიზიკურად არაფრის, ასე ვთქვათ,
შნო ესე ზრდილობიან ფორმებში რო ვთქვათ, არაფრის შნო არ გააჩნია ჩვენ ქვეყანაში და არანაირი მხარდაჭერა არ აქვს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება დიახ ამ კუთხით პროცესები? ევროპული საბჭოს დეკემბრის სამიტი ვიცით ახლოვდება და რას ნიშნავს გერმანიის ელჩის ნათქვამი საქართველოს ფაილი დახურულია? ნიშნავს თუ არა იმას, რაზეც ეხლა ზუსტად ცოტა ხნის წინ საუბრობდით თქვენ ვიზა ლიბერალიზაციის აქტთან დაკავშირებულ შექმნიან თუ არა რაიმე სახის პრობლემას? თვითონ გერმანიის ელჩთან დაკავშირებით ხა სერიოზული კომენტარის გაკეთება უკვე სამწუხაროდ შეუძლებელია და ამ შემთხვევაში იგი უკვე იჭრება არამხოლოდ ხო მანამდე ხო ჩვენში და საქმეებში იყო აქტიურად ჩართული, ეხაც აგრძელებს, ჩამობრძანდა კონსულტაციებიდან და 2 დღეც ვერ მოითმინა აქციაზე გავარდა და ისევ ფოტო გადაიღო ერთ-ერთ რადიკალთან, რომელიც საკავებული არის ჩვენი პატრიარქის ლანძღვაგინებით, შემდეგ თავი იმართლა რომ რაღაცა რესტორანში ვახშმობდიო და შემთხვევით ჩავიარეო, ბევრი შემთხვევითობა არის მის ბიოგრაფიაში საქართველოსთან მიმართებაში. ეხლა პირდაპირ იჭრება, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ელჩის ბატონი ჰერჩინსკის კომპეტენციაშიც რაღაცა შეფასებებს აკეთებს, რომელთან დაკავშირებითაც მას არანაირი ასე ვთქვათ, უფლებამოსილება არ გააჩნია და ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო, ხოლო რაც მე ვისაუბრე კონკრეტულად ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, სწორედ ეს იქნება წინაპირობა თუ რას გადაწყვეტენ ის ევრობიუროკრატები, ვისაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მას შემდეგ რაც დაიწყო უკრაინაში ომი და ჩვენ უარი განვაცხადეთ იმ სცენარში მონაწილეობაზე, რა სცენარში სამწუხაროდ უკრაინა აღმოაჩინეს და გამოიყენეს სატელიტ ქვეყნად, მარიონეტ ქვეყნად პროქსი ომში რუსეთთან. მცდელობებს არ აკლებენ და მუდმივად ხელოვნური აჟიოტაჟის და турბულენტობის რეჟიმში ყავთ საქართველო და ეს არის ბოლო ხშირად გამომიყენებია ეს ასე ვთქვათ გამოთქვა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მათ ასე ვთქვათ შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია არის და მე არ მგონია რომ ეს ტყვია გამოიყენონ ვინაიდან ისინი ვერ წმუნდებიან იმაში რომ მათი დასაყრდენი მდიდარი NGO ორგანიზაციები და რადიკალური ოპოზიცია შეძლებენ საქართველოში რევოლუციის მოხდენას. კი ბატონო. და ერთი საკითხიც მინდა კიდევ მოვასწრო თქვენთან განხილვა. საქართველოში დაწუნებული და ევროპისთვის აუცილებელი. ზოგადად ევროკავშირში მიღებულ რეგულაციებზე მინდა გკითხოთ. რუსელი აკეთებს რესტს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის, ანუ იმას, რასაც ქართული გამჭვირვალობის კანონი ითვალისწინებს და რაც თავად ამ დრომდე აკრიტიკეს. როგორ ფიქრობთ, როგორ გაამართლებენ ევროპელი ბიუროკრატები საკუთარ დამოკიდებულებას ქართული კანონის მიმართ? და თუ მაგალითად ევროპარლამენტის გადაწყვეტილება საქართველოს ნაბიჯების იდენტურია, რამდენად ამყარებს ის ქართული ოცნების პოზიციებს? ხო, ნახეთ, გამართლება არაფრის არ დაჭირდებათ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მოქმედებენ პრინციპით, რომ ძალა აღმართს ხნავს და ფიქრობენ, რომ ყველაფრის უფლება აქვს და რატომღაც დაბალღობად გვიყურებენ. ეხლა 4 წლის განმავლობაში უნდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ჩვენ არავის საშუალებას არ ვაძლევთ ქართული ოცნება და ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ ზემოდან შემოქმედოს და არაფრის გამართლებას ისინი არ შეეცდებიან, თეთრზე იტყვიან ისევ შავს, ხო, როგორც ქართულ კანონს უწოდეს რუსული კანონი და ძალიან ბევრი სამწუხარო ჩვენი თანამოქალაქე შეიყვანეს შეცდომაში და თვენახევარი რუსული კანონი აძახებინეს, იგივენაირად შეუძლიათ ნებისმიერ აბსურდზე, ასე ვთქვათ, შებრუნებული რეალობის დანახვება და დარქმევა ისეთი სახელის, რომელიც სახელის მათ აწყობთ. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რაც ხდება ჩვენი მოქალაქეების, აი ზუსტად იმ ნაწილისთვის, ვინც ამდენჯერ ყავდათ შეცდომაში შეყვანილი, იგივე თითქოს და ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, იგივე თითქოს რაღაცა რუსული კანონი მივიღეთ, რომელიც ნუ დღეს ყველა დარწმუნებულია, რომ აფიორაში ასე ვთქვათ, გახვიეს და აპროტესტებინეს ის, რაც არ იყო საპროტესტებელი და ასე შემდეგ. ეხლა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საზოგადოების ამ ნაწილისთვის ეს ძალიან კარგი მაგალითია, ეს ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვედავებოდნენ, რომ თურმე გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებს და დღეს, ასე ვთქვათ, ევროპა ჩვენ გვბაძავს ქართულ ოცნებას და ამბობენ, რომ თურმე გამჭვირვალობა ნამდვილად ევროპული ღირებულება ყოფილა და ძალიან ბევრი რაღაცა ამ 4 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ გვადანაშაულებდნენ, ძალიან ბევრი რაღაცა საეხადა ფარდა და აბსოლუტურად ყველაფერში ქართული ოცნება აღმოჩნდა მართალი ჩვენ გადადგმულ ნაბიჯებში, ჩვენ შეფასებებში, ჩვენ გზავნილებში, იგივე ომთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში, deep state-თან მიმართებაში, იგივე არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან, რომელიც ახლა უნდათ რომ შეასაღონ ჩვენ საზოგადოებას თითქოს ჩვენ და ბატონმა ტრამპმა ერთდროულად მივიღეთ მოსკოვიდან დავალება ამ საკითხის ნარატივის გატარებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი ძალიან კარგია იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩვენ მხარს არ გვიჭერდა, ხედავს, რომ
ქართულ ოცნებას ფიზიკურად ალტერნატივა საქართველოში არ ყავს და მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გარანტორი არის ქართული ოცნება საქართველოში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ეთერში საუბრობდა ლევან მაჭავარიანი.